რეჟიმმა როგორც ჩანს მიზანში ამოგვიღო ლაშა და ეს დამამცირებელი გამონათქვამები ჩვენ მიმართ ხო აქციებზე თუნდაც შტაბ-ბიჭება იქნება რომ მიზნად ისახავს ქალების მდგომარეობიდან გამოყვანას აი რაც და პროვოკაციაზე წამოგებას რაც ვიხილეთ მზია ამაღლობელის შემთხვევაში ხო იმიტომ რომ ეშინიათ ქალების მართლა ძალიან ეშინიათ და ეს არის პოლიტიკური შიში და საერთოდ დიქტატურას ეშინია ქალის ისტორიულადაც ეშინოდა და მიუხედავად სხვა გვარი მოსაზრებისა აი კვოტირებაც რომ გააუქმეს კაცებმა ქალებზე ზრუნვის საბაბით და მიზეზით მამუკა მდიდარაძემ და იაგო ხვიჩიამ ასეთი დიცულოვანი ფრაზებიც მოვისმინეთ რომ ეს ქალებისთვის კეთდება. შეიძლება ჩვენ ამაზე ვიმსჯელოთ, მაგრამ თავისთავად კონტექსტი და ამ კვოტების სისტემის რომ მე და შენ კვოტებზე რო ვიკავებ. ხო, მაგრამ თვითონ მაგალითი მეორე დღეს სრული კანონი შემოვიდა, ხო? დაბრუნდა უფრო სწორად. ქალები ამოჭრილი აქ საერთოდ ტვინიდან. ხო, ფაქტია რომ კაც ერთი კონტექსტოთ ავიდაბარებოთ, კონტექსტის მიღმა ზუსტადაც. ეს ჯდება იმ ლოგიკაში, რომ მართლაც მე ვიტყოდი ასე პოლიტიკურ პატრიარქატს მართლა ძალიან დიდ პრობლემას უქმნის ქალი და თუნდაც ამ დღეების განმავლობაში აი სითიმოლი ვახსენეთ ხო სითიმოლის აი ეს მარშად ტრანსფორმირებული ეს აქცია ნუ რამდენიმე კილომეტრი მეც გავიარე მთლად ვერ გავიარე მათ რომ გითხრათ იმიტომ რომ ნუ უბრალოდ ფიზიკურად ძალა აღარ მეყო ჩემ და სამარცხვინოთ იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ხანი ვიყავ იქ მაგრამ მთელი ამ გზის გაყოლება ხო ნუ ძირითადად ახალგაზრდები არიან ცხადია მაგრამ დომინირებენ ახალგაზრდა ქალები გოგოები რომლებიც არიან შოუ-პოვრები რომლებიც რაღაცა წარმოუდგენელი გაბედულებით და გონებამახვილობით მიმართავენ აი ამ ნიღბოსნებს რომლებიც იბნევიან რომლებიც კომპლექსდებიან რომლებიც იბოღმებიან და წადილობიო აკეთებ ხო და მე უარესებსაც ხო ჩვენ დახეთ დღევანდელი ასე ეს მათი ქალის როლზე წარმოდგენა ნერვები ეშლებათ რაც არ უნდა ვთქვათ მე ხო არ ვლაპარაკობ ამაზე ეს არის მოძალადე მანიაკები არიან რომლებიც ვინმეს თუ ოჯახი ყავს მათ წარმომიდგენია როგორი მოძალადები არიან ოჯახებში ამბობენ რომ ამ ხარებას ბავშვობიდან წამოუყვანია და გაუზდია ეს თავისი თავარი დაჯგუფება. ხო, ნუ მისი ჯგუფია ეს ირაკლი შაიშმელაშვილი, რომელიც თქვათ უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებშია და იქიდან საკმაოდ საინტერესო ჩემთვის ინტერვიუებს ანუ გარკვეულ სიგნალებს იძლევა და ნამდვილად შეიძლება რომ ბევრი რამ გაიგო, ხომ აი ასე აღწერს ამას, რომ რაღაცა ესეთი პერსონალური რაღაცა კომბინატია ეს ასეთების მოგროვების და შეგროვების და რამდენიმე ასეული ადამიანია ხო 200 თუ 300 ასეთი კაცია მაგრამ ისე თქვა მე ისე ქალებსო დაუბრუნდეთ ქალები თუნდაც საზოგადოებრივ მაუწყებლიდან რუსთაველამდე რომ მოდიან თქვა ახალგაზრდები განსაკუთრებით აი ეს დიდი შეძახილებით ხომ ქალები დომინირებენ ქალები ძალიან სახიფათოა ქალი საზმაოდან რო გოგო მოდი ხო თაკო ხო ხო აბსოლუტურად ან როგორი მუხტია როგორი დაუღლელობა დაუზარლობა რასაკვირველია სიმბოლოები რაც გვაქვს ეს იბნევი ამიტომაც ნამდვილად ქალები რო არ იყვნენ ახლა ამ პროცესის დომინანტები, კაცები ამდენს ვერ გაუძლებდნენ. ჩემ ფიზიკურადაც არ გაუძლებდნენ. არა, მე კაცო არ უბულებელყოფ არავითარ შემთხვევაში, ახლა ცხადია კაცების და ქალებიც ერთად დგანან, მაგრამ ძალიან დიდი წილი ენერგეტიკის რიტორიკის, რაც ამიშნულოვანია პროტესტ თავის რიტორიკა კონდეს და აქვს რიტორიკა. აი ეს დიდი ძალა, რომელზედაც ჩვენ წინა გადაცემაში საუბრობდით, მზია ამაღლობელმა რა სიბრტყეშიც გადაიტანა ეს ბრძოლა საკუთარი სიცოცხლის და არა მხოლოდ ჯანმრთელობის რისკის ფასად, ეს არის წარმოუდგენელი იარაღი და ინსტრუმენტი აი ამ brutალური ძალის წინააღმდეგ. ისტორიული წერილი ზვიად ცეცხლაძისა მის მიმართ. ჩვენ ახლა რაღაც ისტორიულ დოკუმენტებსაც ვუყურებთ თან ამ ქალების ბრძოლას, ჩვენი ჟანა დარკებით, ჩვენი გონია რომ ეს ბრძოლა უნდა დამთავრდეს სხვა სლოგანით. გვჭირდება რაღაცა გამარჯვების სლოგანი, იმიტომ რომ ისეთი ასოციაციებია
გასული საუკუნის 20-იან წლებთან, ხო. რომ მინდა რომ სხვანაირად შევცვალოთ, როგორც ტარანტინომ შეცვალა თავის ფილმში მეორე მსოფლიო ომის დრო დასასრულის ვერსია, ასე მინდა რომ გავიმარჯვებთ სახელოვნაც რაც დაემართა, ჩვენის არ დაგვემართოს. ამისათვის ჩვენ გვაქვს ის გამოცდილება და ჩვენი მაშინაც ხო ნახე, აი რაღაც ქართულ ქალს ეთყობა კრიზისის დროს წინა პლანზე წამოწევის მისია და პასუხისმგებლობა უჩნდება და მარო მაყაშვილს წინ რატო არ ყავდა თავისი კაცები, ხო, თქვათ, ოჯახის წევრები, თვითონ იყო მთავარი მსხვერპლი ამ ყველაფრის და მე აღარ მინდა მსხვერპლი, მინდა გამარჯვებული ქალები, დასვენებული, რომელიც თავის თავს მიხედავ. მართალი, უბრალოდ რას ვამბობ, იცი რომ ქართულ ქალს შეუძლია რაღაცა გამძლეობა შეიძინოს თუნდაც აი ეს 6 საათი, რაც იარა ხალხმა. ფიზიკურად შეუძლებელია ცემატყეპის მერე და აი ამ ლაიტმოტივის, რასაც ბულინგის, ხო და ეთყობა რაღაცა გამძლეობის ის ხარისხი ერთვება, რომ მართლა ფენომენალური ხდება ამ ქართველი ქალის ამტანობა ასეთ დროს, ხო? ეხლა ფიზიკურად მზიარა დღეებით შიმშილობს, ჩემთვის ყოველი დილა არის კოშმარი გაღვიძების, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია შიმშილობს. მაგრამ ეს მისი რა მაძლებინებს მის ადვოკატს უსმენდი და თვითონვე ამბობს თურმე რომ ბრაზი ქართულ ოცნებაზე რომ აქამდე ის იმდენი დღეა შიმშილობს უკვე ცუდად არის რეალურად. უბრალოდ ეს მისი გარეგნული ბრაზი და მხნეობა არ ნიშნავს რომ ცუდად არ არის. ძალიან ცუდად იქნება, იმიტომ რომ ამდენი ხანია მშიერი. არა, ჩვენ არც ვიცით ეხლა კადრი არც გვინახავს. კადრი არ გვინახავს, მაგრამ მე მჯერა მაგალითად მისი ადვოკატების და უკვე ამბობენ რომ ძალიან შეეტყო უკვე რომ შიმშილობს და შეუძლებელია არ შეგეტყოს. ეხლა ადამიანი რაც არ უნდა ვაჟკაცი იყოს ბიოლოგიურად ეხლა ვერ გადალახავს. საკუთარ სხეულს ეს ხო ჩვენი ტრაგედია რომ საკუთარ სხეულს ისე ვერ ვებრძვით როგორც ჩვენ გვინდა და ვერ თავისუფლდებით მისგან ისე როგორც წარმოგვიდგენია და ბოლომდე მეტაფიზიკურები ვერ ხვდებით, ხო? რომელიც ეწირება სისტემას ჩვენს თვალწინ.